ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ფოტოკონკურს წიგნი ობიექტივიდან გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია მოეწყო. კონკურსი მესამე წელია ტარდება და მისი ორგანიზატორები საჯარო ბიბლიოთეკა და პოეტი ბელა უჩაძე არიან. კონკურსში მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია. წლევანდელ ფოტოკონკურსში 40-ზე მეტი ფოტო იყო წარმოდგენილი. კონკურსის მიზანია წიგნის პოპულარიზაცია და ის რომ მთელ საზოგადოებას მომავალთაობას განსაკუთრებით შევაყვაროთ წიგნი და დავაახლოვოთ მასთან. კონკურსანტთა ფოტოებს კვალიფიციური ჟიური არჩევდა. 40-ზე მეტი ნამუშევრიდან 7 ფოტოსურათი შეირჩა, რომელთაგან 3 საპრიზო და 4 სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებული გახდა. პირველი ადგილი ჟურნალისტ მარუსა ხურციძის ფოტომა იყო. სრულიად შემთხვევით გავიგე ამ კონკურსის შესახებ და რატომაც არა წიგნის თემასთან დაკავშირებით იყო კონკურსი და წარმოადგინა ჩემი ესე რომ ვთქვათ ექსპრომტად გადაღებული ფოტო ვაშლის გამყიდველი არის ეს ქალბატონი რომელსაც სრულიად შემთხვევით გადავუღე ეს ფოტო და რა ვიცი ისე მოხდა რომ გაიმარჯვა მეც მოულოდნელი იყო ჩემთვის იმიტომ რომ ძალიან კარგი ფოტო იყო კონკურსში მონაწილე ამ კონკურსში მეორედ ვიღებ მონაწილეობას მე საერთოდ მობილურით ვიღებ ფოტოებს და აქედან გამომდინარე მაინტერესებს ჟიურის აზრიც კომპეტენტური პირების მხოლოდ ეს მომოძრაობს და არა რაღაც პირველი ან მეორე ადგილი.